ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა. კვირის მანძილზე ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორის 8 საათიან გამოშვებას ლაილაისთან ერთად. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს თბილისის ქუჩებში ძალიან საინტერესო ამბები ხდებოდა. ამას უკეთ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. Madlubeli. Gau var gau. Marjos უნდა იყო. ცოტა თამაშები ერთი რაღაცა. დღევანდელი დღე, რა ვიცი, ხა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე უფრო დიდი დღესასწაული რა უნდა იყოს ქვეყანაში, რომელიც საკუთარ თავს და ისტორიას პატივცემს. და ეს არის იმის გამოვლინება, რომ ჯერ არ ჩამკვდარა ექსული და ეს არის იმედი ხვალინდელი დღის, ეს არის სიხარული. წელს ეს მომავალი ტრადიციაა რა, რომელიც კაია. ლამაზი ტრადიციაა და ეს რა ვიცი, ეს გადაკეტილი ქუჩები უკაცრავად. ნახე რა კაი კაცია. გადაკეტილი ქუჩები. ანუ გადაკეტილი როგორ, აი ხალხისთვის ქუჩები. ძალიან ცუდაა თბილისში საერთოდ. მე რომ მკითხო 1-2 უნდა დავამატოთ რა, ეს მარტო დღესასწაულებზე კი არა. 31 მაისი მსოფლიოში ანტინიკოტინის დღეთ არის გამოცხადებული. საქართველოს არ გამორჩა ამ დღეს და თბილისში აქცია მოეწყო სახელწოდებით კინო და მოდა თამბაქოს გარეშე. საინფორმაციო ღონისძიება უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რაც შეიძლება დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მიეცეს მოსახლეობას თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ადამიანის ჯანმრთელობისას, განსაკუთრებით ბავშვთა, ქალთა ჯანმრთელობისათვის და არა ვთქვათ აკრძალვითი მეთოდები. ყველას მოგიწოდებთ, რომ ეს შხამი არ მივიღოთ, უფრო სხვა საინტერესო რამ არის ცხოვრებაში და იმ საინტერესოებით დავტკბეთ და თამბაქოს თავი დავანებოთ. დღევანდელი დღე 31 მაისი არის მსოფლიო თამბაქოს გარეშე და წელი 2003 წელი არის თამბაქოსაგან თავისუფალი კინო და მოდა. და დღეს შევიკრიბეთ და ვიღებთ დეკლარაციას, ეს არის კეთილინების გამოხატვა. ყველა ადამიანი შეუძლია ეს მწვეველი იქნება თუ არა მწვეველი, გამოხატოს ნება და გამოთქვა სურვილი, რომ ეს მართლა ცუდია და დააფიქსიროს ხელმოწერით. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აჭარა მიუზიკ ჰოლიც გამოეხმაურა. დღეს მათ საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. ტიპის კონცერტები ჩვენ მინდა ტრადიციულად ჩავატაროთ, უკვე გამოცდილება, პატარა გამოცდილება ძალიან გვაქვს. საახალწლოდ ჩავატარეთ პირველი კონცერტი იმ ბავშვებისთვის, ვინც აი ამ შენობაში ცხოვრობს აჭარაში. ამჟამად ეს იყო უფრო დიდი, უფრო მეტი ბავშვი მოვიდა. ეს არის სასტუმროებიდან, ანუ ჩვენ რასაც ყოველ ბავშვებს ვეძახით და წარჩინებული ბავშვები სხვადასხვა სკოლიდან. მე მინდა რომ ჩვენ ბავშვებს საშუალება გქონდეთ რომ კარგი მუსიკა მოისმინონ სამომავლოდ და უფრო კარგი დარბაზები გქონდეთ. მე ბავშვებს უსურვებ ბედნიერ მომავალს, მშვიდობას და ყველაფერს აუკეთესოს, იმიტომ რომ ბავშვები არის ჩვენი მომავალი და ძალიან კარგად უნდა იყვნენ.
ეხლა მუსიკა ჩაგეთავ და ჩვენ სანდრენ ერთად ვიცექოთ. წავედი გამაგლა ჩავუდგეთ. ბავშვებს ულოცავ ამ დღეს პირველ რიგში და უსურებ რომ კონდეთ დიდი, ნათელი და რა ვიცი, ლამაზი და ბედნიერი ბავშვობა, რასაც თქვენ ნამდვილი ბავშვობა. ძალიან ჯანმრთელები იყვნენ, ძალიან ბედნიერები უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ბავშვები არიან და ძალიან ლამაზი და სუფთა სული აქვს და ისინი ღირსები არიან, რომ ბედნიერები იყვნენ. პირველ რიგში გილოცავთ ამ დღეს ყველა მიცით წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა საქართველოში. ამ დღიდან იწყება ქრისტიანობა. ყველა ძალიან ბედნიერებას, სიხარულს, ყველაფერ კარგს უსურვებ და ძალიან მიხარია. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით კომპანიამ არტიმედი და ბავშვთა ძერწვის სახელოსნომ საჯარო ბიბლიოთეკაში აქცია გამართა სახელწოდებით „ვზერძოთ სიგეთე“. ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს, ძირითადად არტიმედის მომღერლების ფიგურები. აქციაზე აუქციონიც გაიმართა. შემოსული თანხა მთლიანად კასპის ბავშვთა სახლს მოხმარდება. დღეს ბავშვთა საერთაშორისო დღეა, მე როგორც ვიცი. და ესეთი დღე არის ყველასთვის, მე მგონი ძალიან ყველამ უნდა ბავშვებს ხელი შეუწყოთ, რაც შეგვიძლია. დიდი სიყვარულით მინდა ყველა პატარას მიულოცო დღევანდელი დღე. მინდა რომ თელს ქვეყანაზე, თელს სოფლიოში რომ ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი. მე შევიძინე ჩემი პორტრეტი, სხვადასხვა არაჩვეულებრივი ნამუშევარია და ყველა მერე ვცდილობდი რომ ჩემთან მოხვედრილი იყო ეს ნამუშევარი, იმიტომ რომ ბავშვის ხელით არის გაკეთებული და ის რაღაცა ის სისუფთავედეს იმაში და ჩემთვის ძალიან ძვირფას და ჩქარია. ჯანმრთელები იყვნენ, მშვიდობიან ქვეყანას შეეცხოვროთ და ბედნიერ მომავალს უსურვოთ. გავაკეთე ვერცხალი, კიდე გავაკეთე ბაბადა ძაღლი ერთად და ბევრი რამე გავაკეთე. ყველა ბავშვს რასაც უსურვებ, აი მხოლოდ აი ძალიან მაგარ, აი წინსვლას, პირველ რიგში წინსვლა ძალიან და აი უკვე ხედავენ რაღაც თითქოს ისეთი ტენდენცია წამოვიდა რომ მათ საშუალება გამოამჟღავნონ თავისი ნიჭი და თავის შესაძლებლობები, რაც აი დღეს დავინახეთ აქ. კიდე რამოდენიმე ადგილს სულ რაღაც ხდება დღევანდელ დღეს და აი უსურვებ მე მაქსიმალურად რომ აი ხელშეწყობა ქონოდე თავისი ნიჭის და თავის საქმიანობის, თავის შემოქმედების გამომჟღავნებაში. მამა ჩემარიხა და ჩემი 50 ლარად. ძერწვის სტუდიამ, რა თქმა უნდა, არტიმედთან ერთად არტიმედმა გამოიჩინა ძალიან დიდი გულისხმიერება და აი ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარა. არტიმედი რო არ ყოფილიყო, ალბათ ვერ განვახორციელებდით აი ამ ჩანაფიქრს.
და ეს სათაური შეესაბამება ზუსტად იმას, რაც აქ ხდება დღეს გამოფენაზე. ვძერწოთ სიკეთე, ანუ ეს ქველმოქმედება, რაც დღეს აქ ხდება. და ეს შეგროვილი თანხა გადაირიცხება კასპის ბავშვთა სახლში. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ახალგაზრდულმა ქრისტიანულმა ასოციაციამ YMCA მომავლის სახლში აქცია მოაწყო. ზრუნველობა მოკლებულმა ბავშვებმა უამრავი საჩუქარი მიიღეს და საყვარელ მომღერლებთანაც იკონტაქტეს. ეს არის თბილისის ახალგაზრდა ქრისტიანული ასოციაცია და ჩვენი ძირითადი მიმართულება არის აი ბავშვთა სახლებთან მეგობრობა. ყველანაირად ვცდილობთ ვასიამოვნოთ მათ და თუნდაც დღევანდელი დღე ეს არის მათთვის ბევრი რაღაცა, როდესაც ისინი ამდენ უცხო სახეს ხედავენ, მოდიან, უხარიათ და ერთობიან. სად არის ტაში? ამასთვის? ეგ კარგია, მადლობა. შემდეგი. არიან ძალიან კარგი ბავშვები, ძალიან კარგი პედაგოგები ყავთ და დავათვალიერე მათი ოთახები. შეძლებს დაგვარად, რა თქმა უნდა, მოწყობილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სრულიად კარგად არის გაკეთებული. დავარი მომენტი არის დღეს ცხოვრებაში, ბავშვების გარეშე მე მგონი რომ არ არსებობს არანაირი მომენტი და მით უმეტეს დღეს რა მაგათი დღე არის და უფლება მივეცი ჩემ თავს რომ ყოფილიყავი. ეთერში პროგრამა ინფორმატორი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით არასრულწლოვანთა კოლონიაში, სადაც ჩვენთან ერთად არიან პასიანსის მსახიობების და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აქ საფეხბურთო მატჩი უნდა ჩატარდეს. მოკლედ ნახოთ რა მოხდება, მანამდე კი მე ცოტა კალათბურთს ვითამაშებ, ან ფეხბურთს, წავიდა. მე როგორც ვიცი ფეხბურთს თამაშობ, ხო? არა მარტო ფეხბურთს თამაშობთ, შემოსალი, ესე იგი, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კონკრეტულად კი სტუდგავშირმა მადონ ლევან ჯაფერძის თანამდებობით თხოვა ჩვენ როგორც ძველ GPL-ებს, ესე იგი ჩვენი GPS თეატრი, ჩვენი მსახიობები შევიგრებეთ და ბავშვებისთვის უნდა გადავცეთ, აი გადავეცეთ უკვე ბურთები, სათამაშო ბურთები, ესე იგი ეკარგებათ აქ ბურთები, თურმე არ ტყავენ ბურთები, მიფრინავს ზონის გარე და ვინ გაგიშებს ახლა ბურთის მოსატანად. ბურთები გადავეცით, ჩვენი კასეტები გადავეცით, კიდე სხვადასხვა საჩუქრებია ყველაფერი. არ ვიცი. ფეხბურთი არ უნდა ითამაშო. და ფეხბურთი უნდა ვეთამაშოთ და კიდევ რამოდენიმე ბავშვი შეტანილია თხოვნა რომ მოხდეს ესე იგი ვადამდე ადრე განთავისუფლება. ესეთი პატარა ესეთი აქცია. დაგეგმილი. რა ფუნქცია გაქვს? აი მე შემეში. აი მე ჩამოვიყვანე. წუცა დაირა. თუ მოეწონათ დარჩებიან. თქვენ უნდა ითამაშოთ ფეხბურთი? არა, ჩვენ არ ვითამაშობთ. ჩვენ აუცილებლად ვითამაშო, აუცილებლად უნდა ვითამაშო ფეხბურთი და ერთ გოლის გატანას ვაპირებ. ჩვენ ვიმყოფებით დაჭერა Music Hall-ში ელექტრონული მუსიკის საღამოზე. ჩვენთან სტუმრად არიან ჯგუფი კრაიტლერი და თომას ბერგმანი. მოდით ახლა გავესაუბროთ ჯგუფის წევრებს. სავარდით. გონი ხალხს უნდა მოეწონოს კონცერტი. ყოველ შემთხვევაში პირველად როცა ვიყავი საქართველოში, ყველაც ეკავდა. მე ვიცნობ ქართულ ფოლკლორულ მუსიკას. ჩემი მეგობარი გოგონა კი თბილისელია, ასე რომ ქართულ ელექტრონულ და პოპ მუსიკასაც კარგად ვიცნობ.
საცეკვაო მუსიკა. მოსასმენი უბრალოდ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.